14-დან 17 ნოემბრამდე 16 ნოემბრამდე ყველანი ვერთიანდებით ერთი თემის ირგვლივ და ვიკრიბებით ყველანი ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, სადაც გაიმართება წიგნის დღეები. ნუ რა თქმა უნდა, ეს გარდა იმისა, რომ წიგნის შეძენას შეძლებთ, აქ ერთიანდება ძალიან ბევრი სხვადასხვა დარგი, ხო, ასე ვთქვათ, მთელი სპექტრი ამ დარგების და მოდით ამ თემაზე უფრო დეტალურად ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბროთ, აჯობებს და ჩვენთან ერთად არის ირინა ჩივაძე, პროექტების და მარკეტინგის მენეჯერი. ირინა, დილა მშვიდობისა, დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ხართ. დილა მშვიდობისა. როგორც ხვდებით, უკვე 2010 წლიდან იმართება, ხო, წიგნის დღეები? 2011 წლიდან. 2011. დღეს რაღაც ციფრებთან ვერა. 2011 წლიდან და ალბათ საინტერესოა, წელს რითი იქნება განსაკუთრებული, ხო? წელს რაიმე ისეთ ველოდებით მნიშვნელოვანს და განსხვავებულს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დავიწყებ იმით, რომ თბილისის წიგნის დღეები ეს არის 3 დღიანი ღონისძიება, 3 დღის განმავლობაში ტრადიციული გამოფენა გაყიდვა წიგნების. მონაწილეებს შორის არიან სხვადასხვა გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები და გამოფენა გაყიდვის გარდა ჩვენი ღონისძიება მოიცავს და დახუნძლული არის მსუყე კულტურული პროგრამით, იქნება ლიტერატურული შეხვედრები, საბავშვო ღონისძიებები. და წელს განსაკუთრებული და განსხვავებული გვაქვს ის, რომ ძალიან დიდი მომართვიანობა იყო ძალიან ბევრმა ახალმა გამომცემლობამ და წიგნის მაღაზიამ გამოთქვა სურვილი, რომ მიიღო მონაწილეობა და ჩვენ იძულებული გავხდით, რომ გაგვეჩინა სივრცე გარეთ, ასე რომ წელს იქ მოსულ დამთვალიერებელს გამოფენა დახვდება გარე სივრციდან დაიწყება და გველოდება ძალიან საინტერესო პროგრამები, შეხვედრები ავტორებთან, შეხვედრები გამომცემლებთან და საინტერესო შეთავაზებები ინდივიდუალურად გამომცემლები და წიგნის მაღაზიები აკეთებენ ყოველთვის შეთავაზებებს მკითხველისთვის, თუმცა წელს გენერალურ სპონსორსაც აქვს გარკვეული შეთავაზება საქართველოს ბანკს და ასე რომ ძალიან ისეთი პროდუქტიული უქმეები შეიძლება რომ დაიგეგმოს ჩვენთან ერთად. ირინა, თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორია ტენდენცია მკითხველებმა მოიმატა, მყიდველებმა და ნუ შესაბამისად მკითხველებმა? გამომდინარე იქიდან, რომ 2011 წლიდან, როგორც აღნიშნეთ, ტარდება ეს ღონისძიება, მზარდია, რა თქმა უნდა, ტენდენცია და მოთხოვნა არის ყოველწლიურად დიდი, შესაბამისად ჩვენ მივყვებით ამ ტენდენციას და ვატარებთ გამოფენას. შარშან 15,000 ვიზიტორი ყავდა ამ ღონისძიებას 3 დღის განმავლობაში. წელს ვინაიდან მომართვიანობა კიდევ უფრო მაღალი იყო, ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს ეს რიცხვი და ვცდილობთ, რომ იყოს აქტუალური თემებით დატვირთული იმის გარდა, რომ არ ვთქვათ ბაზრობა და რაღაცა საინტერესო კულტურული გარემო შეიქმნას. ისე საინტერესოა, თუ არსებობს ესეთი სტატისტიკა, დაუშვათ, რომელი რა სახის ლიტერატურა არის უფრო მოთხოვნადი? ჩვენ როგორც ორგანიზატორს ესეთი სტატისტიკა არ გვაქვს. ეს აქვთ უფრო გამომცემლებს და წიგნის მაღაზიებს. მე რამოდენიმე პროგრამიდან შევეხები, რამდენიმე საინტერესო მაყურებლისთვის საინტერესო იყოს თუ რატომ უნდა დაესწრონ ამ ღონისძიებებს. პარასკევს დავიწყებთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ირაკლი გაგნიძის გახსენებით. ვთვლით, რომ მისი წვლილი ჩვენ ქვეყანაში წიგნის პოპულარიზაციაში ძალიან დიდი არის და მისი კოლეგები და მეგობრები შეიკრიბებიან და იქნება პოზიტიურ ნოტაზე გახსენება მისი გზის და მასთან ერთად განვლილი წლების და იმ საქმის, რაც გაკეთდა. ეს არის პარასკევს 14 საათზე. შაბათს ასევე შევეხები ძალიან საინტერესო თანამედროვე სომხური პროზის მიმოხილვა იქნება, რომელიც სომხეთის პენცენტრის მიერ არის ინიცირებული და პალიტრაელთან ერთად კეთდება. ჩამოდიან მწერლები, მთარგმნელები სომხეთიდან და ვფიქრობთ, რომ ესეც საინტერესო კულტურული მოვლენა არის. ასევე შევეხები ძალიან აქტუალურ ღონისძიებას, რომელიც საქართველოს წიგნის ასოციაციის ინიცირებული არის. ეს არის ბლოგების კონკურსი თემაზე ქალები თავისუფლებისთვის. შაბათ დღეს, კვირა დღეს 12 საათზე უკაცრავად გაიხსნება ეს ბლოგების კონკურსი და ვფიქრობთ, რომ ბევრი საინტერესო ახალი ნამუშევარი უნდა აღმოვაჩინოთ.
და ასევე შევეხები აუცილებლად საბავშვო პროგრამას ვერ ავუვლი გვერდს. ინდივიდუალურად გამომცემლობები თავიანთ სივრცეში გეგმავენ ყოველთვის ბავშვებისთვის ეს განსართობ აქტივობებს, თუმცა მთავარ სცენაზე იქნება რამდენიმე წარდგენა, გამოყოფ ნინო მარგველაშვილის საავტორო წიგნის კითხვის საათი იქნება, ნინო არის ნეიროფსიქოლოგი და მისი წიგნი ეხება ხანგრძლივი დღის შემდეგ თვით ჩაძინების და თვით დამშვიდების ტექნიკებს და ასე თავად თვითონ ნინო ბავშვებს წაუკითხავს ამ წიგნს და ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა მოვიდნენ მშობლები ბავშვებთან ერთად და ეს როდის იქნება კიდევ ერთხელ ეს იქნება კვირას 17 საათზე. საინტერესო აი ავტორები თქვენ ახსენეთ ეს ქალბატონი და კიდევ აი რომელ ავტორებს შევხვდებით მისთან გვექნება გასაუბრების შანსი. გამოფენაზე შევხვდებით ანა კორძაია სამადაშვილს, არჩილ ქიქოძეს, ივა ფეზუაშვილს, ანუ ძალიან ბევრ თანამედროვე ავტორს გვყავს ასევე თანამედროვე ავტორთა გაერთიანება, როგორც მონაწილე ისინი წარადგენენ თავის მხრივ ახალ საინტერესო ავტორებს და მათ გამოცემებს, ასე რომ მრავალფეროვანი არის წლევანდელი პროგრამა, მრავალფეროვანი არის მონაწილე. უცხოელ ავტორებს ადგილზე არ ველოდებით, თუმცა ძალიან საინტერესო თარგმანების პრეზენტაციებია ჩანიშნული როგორც სულაკაურს, ისე დიოგენეს გამომცემლობას და ჩვენ ველოდებით ბევრ მკითხველს, რომ გავაცნოთ ყველა ეს სიახლე, რომელიც დაიგეგმა წლევანდელი ღონისძიების ფარგლებში. მე მაინც ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება მაგალითად ეს, იმიტომ რომ ბოლოს არჩილ ქიქოძეს საუკითხეთ არგენტინული დღიური მე აღარ ვეღარ მივადევნე თვალი და თუ რამე ახალი აქვს დაწერილი ინცუჩი უნდა ჩავაფრინდე. ხო და მე მაინც ისე რაღაც სტატისტიკისკენ მივდივარ თქო და მაინტერესებს აი ყველაზე მეტი ჩოჩქოლი რომელ სტენდთან არის ხოლმე. დიდ გამომცემლობებს, რომლებიც კარგ შეთავაზებებს აკეთებენ, როგორც ყოველთვის, იქ ყველაზე მეტი ადამიანი იყრის ხოლმე თავს. მე რატომღაც გონია უფრო საბავშვო ლიტერატურის. ხო, მეც ეგრე მეგონა, რომ იტყოდით, რომ აი საბავშვო სტენდთან ყოველთვის. მოიცავს ეს საბავშვო ლიტერატურასაც. ჩემი ოჯახისთვის, მაგალითად, ჩემი შვილიდან გამომდინარე, ჩასაფრებულები ვართ, იმიტომ რომ ფაქტიურად ყველაფერი წაუკითხეთ და ველოდებით ახლა რამე ახალი თუ გამოჩნდება. ინა ერთი შეკითხვა ასეთი. როგორ გითხრათ ახლა ჩვენ როგორც არ უნდა ვიქოთ და ვიდიდოთ თავი, სამწუხაროდ მოსახლეობა არ აქვს ჩვენ ესეთი მკითხველი, რა ძალიან აი თეთრი შურით მავსებს, როდესაც სადღაც ჩვენი ქვეყნის გარეთ შევსულ ვარ მეტროში ან რომელიმე სხვა ტრანსპორტში და ყველას წიგნი აქვს გადაშლილი და კითხულობს და ჩვენთან სამწუხაროდ ტელეფონები უჭირავთ ხელში. კომიქსებთან დაკავშირებით მინდა კითხოთ, იმიტომ რომ ამერიკაში მაგალითად ეს სტატისტიკა არსებობს, რომ კომიქსებმა გაუხსნა ძალიან ბევრს გზა უკვე დიდი ლიტერატურისაკენ და ჩვენთან საქართველოში როგორ იქნება? არის წარმოქმნილი? არიან, რა თქმა უნდა, ჩვენ ყავს ძალიან საინტერესო მონაწილე რასტი კომიქსი თუ ქსმენიათ, რომელიც საბავშვო კომიქსების მიმართულებით მუშაობს. წელს გამოფენის ფარგლებში ექნებათ წილი და ჭიანჭველას კომიქსის ვერსიის პრეზენტაცია, აქვთ ვაჟა-ფშაველას სხვადასხვა ალუ და ქეთელაური გაკომიქსებული და დიდი ლიტერატურიდან ცდილობენ, რომ რაც კომიქსის სახით ბავშვებთან მიიტანონ ამ ფორმატით მიიტანონ ბავშვთან ლიტერატურული ნაწარმოებები, ხო? კიდე მანგები არის, ხო, ძალიან პოპულარული როგორც ვიცი. მანგა არის, ხო, უფრო პატარა თაობაში პოპულარული და მანგასაც წარმოადგენენ სხვადასხვა გამოცემლობები. ზოგადად ტენდენცია მაინც წლის განმავლობაში ინდივიდუალურად გამოცემლობებიც ქმნიან, ისინი მუშაობენ აქტიურად მკითხველზე, რომ წიგნი იყოს პოპულარული, გვაქვს ძალიან ბევრი არიან ახალი ავტორები, არის ძალიან ბევრი ახალი გამომცემლობა და შესაბამისად შემდეგ ეს 3 დღე არის აი ამ ყველაფრის დაგვირგვინება, რაც წლის განმავლობაში ხდება. ამიტომ შოთვის მნიშვნელოვანი არის, რომ არ კარგავს აქტუალობას წიგნი და ლიტერატურა საბედნიეროდ ჩვენ ქვეყანაში და ვეხმიანებით ამას და ვცდილობთ, რომ ხარისხი
ნებისმიერი პროდუქტი დავახვედროთ რა თქმა უნდა და ძალიან საინტერესოა ის რომ ჩვენ ამ დღეებს ვესწრებით ხოლმე ეს ხო რაღაცნაირი დღესასწაულია ხო პრინციპში და დიდი სიხარულით მივდივართ ხოლმე და ყოველთვის თუ არ შევიძენთ თუმცა არ არსებობს რო არ შეიძინო ციგნი როცა მიდიო დაათვალიერებთ ხო აი წარმოუდგენელია მართლა რაღაცას მაინც ჭირდება უნდა იყიდო და როგორც წესი შეღავათიან ფასადაც ყიდულობთ ხოლმე ასეთ დღეებში და აი როგორ არის პირდებით ფასდაკლებებს რა თქმა უნდა ფასდაკლება იქნება როგორც აღნიშნეთ წაღან როგორც ინდივიდუალურად გამომცემლობები და ციგნის მაღაზიები აკეთებენ ფასდაკლებებს გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისაც იქნება სპეციალური შეთავაზებები ასე რომ ეს კიდე უფრო დამატებითი ესეთი мотиваტორი არის ხოლმე რომ ბევრმა ხალხმა მოიყაროს თავი და დახუნცლულები ციგნით სავსე ჩანთებით წავიდნენ ჩვენი ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი мотиваტორი ალბათ რა თქმა უნდა ინტერესის შემდეგ ძალიან დიდი მადლობა კიდე მაღათეთა რამდენად არის ჭკუას ანახლოს ეს ამბავი რომ აი ძველი მივიწყებული ციგნების ხელახლა გამოცემა რომ მოხდეს ახლა მე აკამორჩილაძეს ნამდვილად არ წავართმევ იმ არაჩვეულებრივ რუბრიკას რასაც ქვია მივიწყებული ციგნები მაგრამ მართლა დავაკვირდი ის რომ რაზეც ბატონი აკა საუბრობს აი ამ თავის რუბრიკებში მივიწყებული ციგნები მე აღარ წამიკითხავს აღარ მინახავს იგივე ნიკა აგიაშვილის ჭაბუკები დარჩნენ მაგრამ მე ვერსად ვერ ნახე ბავშვობაში მაქვს აკითხული და მე რაღაცისთვის დამჭირდა და ვეღარ ვნახე. ეს ალბათ კითხვა უფრო გამომცემლებისკენ უნდა იყოს. არ ვიცი, არა, მე უბრალოდ ტენდენცია თუ არსებობს ესეთი ძველი ციგნების. ამ გამოფენის ფარგლებში მსგავსი პრეზენტაცია შეხვედრა ან ინიციატივა არ გვაქვს, მაგრამ საინტერესო არის ძალიან რაც თქვენ თქვით და ვფიქრობ რომ გამომცემლებისთვის უნდა იყოს რაღაცნაირი ისეთი ბიძგი რომ წამოიწიოს ეს თემა წინ. ძალიან დიდი მადლობა პროექტების და ესე იგი მარკეტინგის მენეჯერი ირინა ბალანჩივაძე იყო ჩვენთან ერთად საუბრობდით ციგნის დღეებზე რომელიც გაიმართება ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში 14-დან 16 ნოემბრამდე. ასე რომ ყველას გელოდებით ამ არაჩვეულებრივ დღეებზე და პრინციპში დღესასწაულზე შეგვიძლია თქვა. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა, კარგად. ძალიან დიდი მადლობა.